პასტა. დღეს ჩვენ მოვზილავთ პასტას ცომს. არ გაინტერესებთ საკუთარი ხელით გაკეთებული პასტა? ჩვენ დაგვჭირდება სულ რამოდენიმე ინგრედიენტი. ეს არის 170 გრამი თეთრი მაღალი ხარისხის ქვილი. ნუჩხუბობთ. 30 გრამი მანანის ბურღული, მანი. ასევე ჩვენ გვინდა ძალიან ცოტა მარილი, 4 კვერცხის გული, 1 კვერცხი ცილით. ასევე 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ხლა იტალიური რო გამოვიდეს, ორიგინალური. და სუფთა ზედაპირი. მიწევთ. საცერის გარეშეც შეიძლება, მაგრამ უმჯობესია საცერში გავატაროთ ფქვილი. მანანის ბურღული. ეხლა დავიწყოთ ამის მორევა, რომ კარგად ერთმანეთში მოირიოს. აირიოს. კრატერი. გავაკეთოთ ესეთი კრატერი. და დავიწყოთ კომპონენტების შერევა. 4 კვერცხის გული. მარილი. შენი კაროვნი ჟესტია. ჩემი არ არის სამწუხაროდ. ზეითუნის ზეთი. 1 სუფრის კოვზი. ავიღოთ ჩანგალი. ჩვეულებრივი. კაპ. და დავიწყოთ მორევა. აი, უკვე ნალა შეიკრა. აი, უკვე ჩანგალსაც ეკრობა. 1 სუფრის კოვზი წყალი. ეხლა დავიწყოთ ხელით მოზოლა. ესეთი არც მაგიდას არც ხელს არ უნდა ეკრობოდეს, ესე იგი ცომი მზად არის. მე მეკრობა ჯერ, არა უშავს. დაახლოებით ცომის მოზოლას უნდა 5-7 წუთი. ესეთი ლამაზი ბურთულა გვაქვს. ეხლა ავიღოთ საკვები ცელოფანი, შევფუთოთ და დავასვენოთ მაცივარში. საყინულეში არა, მაცივარში. უმჯობესია 2-3 საათით დავასვენოთ მაცივარში. ნახევარი საათი მისაღებია. აი ძალიან თუ გვშია. I'll be back. მე ახლა ყველაზე რთული მაგიდის გასუფთავება. საწავთ. გავიდა სულ რაღაც 5 საათი. ბლომად რო გავიდა. იგივე რაც შემოგრჩა მომზადების პროცესიდან არ გადავაგდეთ. ერთი სისქის იყოს და ერთი ფაქტურა ქონდეს. ახლა კარგია. თუ არ გვაქვს აპარატი, ადრე არავის არ ქონდა აპარატი. ამიტომ ეს დავკეცოთ. დამიდექი ახლა სანტიმეტრით. კაი, ეს არის, კაი, 2 სანტიმეტრი. 10 სანტიმეტრია, მილიმეტრებშია. მოკლედ, რამხელა გაგიხარდება, იმ ხელა მოჭერით. არავის არ დაუჭეროთ, მით უმეტეს მეზობლებს. ესეც ესე, ჩვენი პასტა მზად არის. ნებავთ გრძელი, ნებავთ მოკლე. 170 გრამი ფქვილი და 30 გრამი მანანის ბურღული.
გამოდის, რო ვთქვათ უხეშად, 2 პორცია. კი, აი ამას ახლა გავშლით, შეიძლება მეტიც გამოვიდეს 3 პორცია. ნუ გააჩნია პორციასაც თავის. სარესტორნო პორციებს თუ ვიგულისხმებთ, მაშინ 4 პორციაც იქნება. აი, ნამასერფი. ახლა ავაღდუხებ წყალს. ჰოპ.